მოგესალმებით, მე ვარ იანთაძე და თქვენ უყურებთ პოდკასტ ციტატა. პოდკასტის დღევანდელი ეპიზოდის ციტატა ასე ჟღერს: ადამიანმა საკუთარ თავთან საუბრის ხელოვნება უნდა დახვეწოს. ციტატის ავტორია მე-19-მე-20 საუკუნეების მიჯნაზე მცხოვრები შვეიცარიელი ფსიქიატრი კარლ გუსტავ იუნგი. ადამიანი საკუთარ თავთან ყოველდღე ლაპარაკობს, თუნდაც ამას არ აცნობიერებდეს. საკუთარ თავთან საუბარი არ ნორმალური მოვლენა, ამას არ ჭირდება არც ფსიქოლოგიის, არც ფილოსოფიის, არც მხატვრული ლიტერატურის ცოდნა. ოღონდ ერთი არის, როდესაც ჩვენ განვლილ ეპიზოდებს ვიხსენებთ ჩვენი ცხოვრებიდან, ან ვთქვათ, მომავალზე ვფიქრობთ, ან აწყოზე, მაგრამ სულ სხვა ის, რასაც კარლ გუსტავ იუნგი გვეუბნება, რომ ადამიანმა უნდა დახვეწოს საკუთარ თავთან საუბრის ხელოვნება. როცა საკუთარ თავთან საუბარი უკაცრავად აყვანილი არის ხელოვნების რანგში, ეს ნიშნავს, რომ ადამიანის თავს რაღაც განსაკუთრებული ხდება და სანამ გიამბობთ რა მიმაჩნია ამ განსაკუთრებულად და სანამ კიდევ რამდენიმე ნაწარმოებზე, რამდენიმე მოთხრობაზე გიამბობთ მხატვრული ლიტერატურიდან, შეგახსენებთ ჩემ ტრადიციულ თხოვნას, რომ გამოიწეროთ ციტატა და შემომიერთდეთ აქ ამ პლატფორმაზე. კარგად თუ დავფიქრდებით, საკუთარ თავთან საუბრის კულტურა კი არა, ერთმანეთთან საუბრის კულტურაც ნელ-ნელა გვეკარგება აი ამ გაჯეტების და ზედაპირული სოციალიზაციის ეპოქაში. ალბათ ყველას შეგვინიშნავს, რომ და გვინიშნავს, რომ არის თქვათ სადღაც ერთი სივრცე, ოთახი ან რამე სხვა, არიან ადამიანები, ზოგჯერ შეიძლება ბავშვები იყვნენ, უფროსები და ყველა თავჩარგულია თავის ტელეფონში, გადის დრო, ადამიანები ერთმანეთს არ ეკონტაქტებიან და არავის უხერხულობის განცდა ამის გამო არ აქვს, იმიტომ რომ ეს ფაქტობრივად ნორმალური მოვლენაა უკვე, რომ ადამიანებს ურჩევიათ, რომ ტელეფონებში იპოვონ ის სამყარო, რომელთანაც კონტაქტში არიან, ვიდრე რეალობაში. ახლა ასეთ დროს, როდესაც ვიღაც გირჩევს, რომ საკუთარ თავთან საუბრის ხელოვნება უნდა დახვეწო, შეიძლება ეს ძალიან ესეთი რჩევა იყოს, თქვათ, უადგირო, იმიტომ რომ არავისთვის ამას მნიშვნელობა არ ქონდეს, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც კარლ გუსტავ იუნგი გვირჩევს ამას, მაგრამ რა კი მაინც ყოველდღე ჩვენ თავთან კონტაქტში ვართ, მე გადავწყვიტე, რომ ნამდვილად ღირს რამდენიმე წუთი დავუთმოთ იმაზე ფიქრს, რას მოგცემს ის, თუ კი მართლაც შევძლებთ და საკუთარ თავთან საუბრის ხელოვნებას დავხვეწთ. იმით დავიწყებ, რომ ზოგადად ფიქრი არ ნიშნავს საკუთარ თავთან საუბარს. ეს არის პირველი, რაც მინდა, რომ ამ ციტატიდან გამომდინარე ვიცოდეთ და დავიმახსოვროთ. ესე იგი, ერთი არის, როდესაც ვფიქრობთ, როგორც უკვე თქვი, წარსულზე, აწყოზე ან მომავალზე, მაგრამ მეორე არის, როდესაც ჩვენს თავს ვესაუბრებით, როგორც წესი საუბარს ყველა შემთხვევაში ორი ან მეტი ადამიანი ჭირდება, საკუთარ თავთან საუბარსაც ჭირდება დიალოგი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კითხვებს ვამთ ჩვენსავე ფიქრებთან, ჩვენსავე აზრებთან დაკავშირებით და ძალიან ყურადღებით ვუსმენთ ჩვენი საკუთარი თავის პასუხებს. ხო, გვახსოვს, რაც გითხრა ლეონარდო და ვინჩიმ, რომ არაფერი ისე არ გვატყუებს, როგორც საკუთარი აზრები. ხო და ეს მატყუარა აზრები, სწორედ ის აზრები და ფიქრებია, რომელთან დაკავშირებით ჩვენი კითხვები არ გვიჩნდება, რომლებსაც გულუბრყვილად ვენდობით, როცა ამ ციტატაზე ვლაპარაკობდი, მაშინ მაგალითებიც გითხარით ამასთან დაკავშირებით და დღესაც გეტყვით, რომ პირველ რიგში საკუთარ თავთან ღრმა საუბარი ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ სიმართლით ვიცხოვროთ. სიმართლით ვიცხოვროთ და ზედაპირულობას და კრიტიკული განჯის გარეშე საკუთარი თუ სხვების აზრების მიღებას თავი არ გავაბრიყვებინოთ, ასე ვთქვათ, განსაკუთრებით დღევანდელ ეპოქაში, როდესაც პროპაგანდა ასეთი ძლიერი არის და როდესაც მთელი მექანიზმები მუშაობს იმისთვის, რომ ჩვენ თვითონ მოვიტყუოთ საკუთარი თავი. რაც უნდა ღრმად ჩავიდეს ადამიანი თავის თავში, რაც უნდა ახლოს მივიდეს თავის პიროვნებასთან, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ თავის თავს გულწრფელად ელაპარაკება და მინდა, რომ ამის დასტურად
ძალიან მოკლედ გიამბოთ ვიქტორ ჰიუგოს მოთხრობა შედევრი, რომელსაც ქვია სიკვდილმისჯილის უკანასკნელი დღე. ქართულ ენაზე მე რაც ვიპოვე, ეს არის თედო სახოკიას მიერ ნათარგმნი ეს მოთხრობა, რომელსაც ქვია უკანასკნელი დღე სიკვდილით დასასჯელისა. შესაძლოა უფრო ახალი თარგმანიც არსებობს ამ მოთხრობას, მაგრამ მე ვერ მივაგენი. მოთხრობა არის იმ ახალგაზრდა კაცის დღიური, რომელსაც მიუსაჯეს სიკვდილი და რომელიც გადაწყვეტს, რომ თავისი ბოლო დღე აღწეროს დაწვრილებით და ამბობს, რომ ეს იმისთვის არის საჭირო, რომ იქნება სხვებმაც წაიკითხონ, იქნება სხვებმაც გაიგონო, რა ტანჯვას გადის ადამიანი თავის სიცოცხლის ბოლო დღეს და იქნება მოსამართლებმაც ესე ადვილად ადამიანებს სიკვდილი დასჯა აღარ მიუსაჯონო და მინდა ჩემი აზრი ვთქვა, რომ ეს მოთხრობა იმიტომაც არის შედევრად აღიარებული, რომ თან არის ძალიან ახლოს მისული ერთი ადამიანის გულთან და თავთან და მეორე მხრივ ეს ერთი ადამიანი ვინ არის ჩვენ არ ვიცით, იმიტომ რომ არც სახელი ვიცით მისი, არც გვარი ვიცით და ისიც კი არ ვიცით რა დააშავა ისთვის მიუსაჯეს სიკვდილი. და სწორედ აი ეს ერთი მხრივ დეტალიზება და მეორე მხრივ განზოგადება ამ ადამიანის ბედის იმისთვის სჭირდებოდა ვიქტორ ჰიუგოს, რომ ერთგვარ მანიფესტად აქცია ეს მოთხრობა სიკვდილით დასჯის თვითონ ამ მოვლენის წინააღმდეგ. ესე იგი ადამიანი აღწერს თავის ცხოვრების ბოლო დღეს დაწვრილებით, ყველა დეტალს ყურადღებას აქცევს, ბავშვობას იგონებს, შემდეგ ესე იგი აღწერს როგორ აქვს იმის იმედი, რომ იქნება რომ რაღაცნაირად ეს სასჯელი ბოლო წამს შეუცვალონ და ამ დროს საერთოდ არ ვიცით რა ჩაიდინა ამ ადამიანმა, თვითონ სისხლს ახსენებს ერთიოჯერ და ამბობს, რომ ნამდვილად დამნაშავეა, მაგრამ მიუხედავად ამისა ახერხებს ავტორი და სხვათა შორის გენიალურად ახერხებს, რომ ეს ადამიანი არ შეახვედროს თავის თავს სიღრმისეული საუბრისთვის არასდროს ამ ბოლო დღეს და იმასაც ახერხებს, რომ მოთხრობა არის ძალიან ძნელად წასაკითხი, ნელ-ნელა ამ კითხვაზე წნეხი იზრდება და ბოლოს ვიქტორ ჰიუგო აღწერს თავის მიზანს, რომ მკითხველი ბოლომდე ითავისებს იმ ტანჯვას, რასაც ეს ადამიანი განიცდის. თავიდან მოთხრობის გმირი ამბობს, რომ არ მინდაო კატორღა მირჩევია თავი მომკვეთონო, სწრაფად დამთავრდება ყველაფერი, მაგრამ აი რომ მოდის ეს სიკვდილი დასჯის საათები და წუთები, შემდეგ ის ფიქრობს, რომ არა, რა თქმა უნდა კატორღა ურჩევია, თუნდაც სამუდამოდ ეს ხომ დაინახავს, ადამიანებს ხომ დაინახავს და აი ფიქრობს, რომ იქნება ხომ მომხდარა სხვა დროსაც და იქნება მის შემთხვევაშიც ესე მოხდეს, რომ აი ბოლო წამს შეიწყალონ, ბოლო წამს სასჯელი შეუცვალონ და ითხოვს, რომ აი ერთი წუთით კიდე გადავადებას ამ სიკვდილით დასჯის მომენტის, რომ აი იქნებ გადარჩეს, მაგრამ არა, გარემო არის შეუბრალებელი მის მიმართ, შეუბრალებლები არიან ის კატორღელებიც, რომლებსაც ის საპატიმროში ხედავს, შეუბრალებლები, სხვათა შორის ერთ-ერთი კატორღელი მასზე იტყვის, რომ ესო ბედნიერიაო, ამასო მალე სიკვდილით დასჯიანო და რაღაცნაირად ამბობს, რომ ეს არის გამართლება ამ ადამიანის, რომ კატორღაში კი არ გაუშვებენ, არამედ სიკვდილით დასჯიან და თავიდან როგორც გითხარით, თვითონაც ესე ფიქრობს. მაგრამ შემდეგ ესე იგი ეს კატორღელები შეუბრალებლები არიან, მღვდელი შეუბრალებელია მის მიმართ, რომელმაც სინამდვილეში უნდა რაღაცნაირად შეუმსუბუქოს თავის ცხოვრების ბოლო საათები და წუთები, მაგრამ არა, ეს არ ხდება, იმიტომ რომ გულგრილია ეს მღვდელი. ყველა ადამიანი, ვისაც ის ხდება, შემთხვევითი ადამიანები, სასახლის კართუხუცესი არის, იქ ხუროთმოძღვრის თანაშემწე არის, ესენი შეუბრალებლები არიან. განსაკუთრებით შეუბრალებელია ის ხალხი, რომელიც არის მოსული მოედანზე, რომ აი ნახოს ეს სეირი მას თავს, ამ ახალგაზრდა კაცს თავს როგორ მოკვეთენ და ბოლოს და ბოლოს მის მიმართ შეუბრალებელია მისი 3 წლის ქალიშვილიც, რომელსაც ბოლოს მოუყვანე და ეკითხება, რომ იცანიო ვინ ვარო, შენი მამა ვარო და ბავშვი არა ბატონო მე მამა დიდი ხნის წინ მომიკვდაო. აი დღევანდელი ციტატის კონტექსტში ეს მოთხრობა, იმიტომ გავიხსენე, რომ ადამიანი წერს თავისი სიცოცხლის ბოლო დღის დღიურს და როგორც გითხარით, ახერხებს, რომ არ შეხვდეს თავის თავს.
მე ვფიქრობ, რომ ვიქტორ ჰიუგოს ეს იმისთვის დაჭირდა, რომ ფოკუსი ქონდა სხვა რამეზე. ეს ამ ადამიანს რომ დაეწყო ხა რეფლექსია თავის ცხოვრების, რომ აი ეს გავაკეთე, ეს ამიტომ დამემართა, შემეძლო თუ არა თავიდან ამეცილებინა, მე დაუშვი შეცდომა თუ ეს გააზრებულად გავაკეთე და ამ დროს კითხვებს დაიწყებდა რა თქმა უნდა ფიქრს, რომ აბა რა ჩაიდინა, ეკუთვნოდა თუ არა ესეთვის ასჯელი, თუ სამართლო იყო ეს ასჯელი, თუ როგორი იყო. და მოკლედ ვიქტორ ჰიუგოს ეს არანაირად არ აინტერესებს. მას უნდა მოთხრობით გვითხრას, რომ ვინც არ უნდა იყოს ადამიანი, რაც არ უნდა ჩაიდინოს, არავინ დედამიწის ზურგზე სიკვდილით დასჯას არ იმსახურებს. ამისთვის დაიწერა ეს მართლა გენიალური მოთხრობა. ვიქტორ ჰიუგოს ეს მოთხრობა ნახსენები არის თეოდორ დოსტოევსკის ასევე ცნობილ მოთხრობაში, რომელსაც თვინიერი ქვია. იქაც მთხრობელი არის ახალგაზრდა მამაკაცი, ტანჯვით სავსე, იმიტომ რომ მისმა უსაყვარლესმა მეუღლემ აი თავი მოიკლა, გადახტა ფანჯრიდან და დაიღუპა და ეს ცხედარი წინ უსვენია, მარტოა და იწყებს გააზრებას იმისი თუ რა მოხდა მის ცხოვრებაში და როდესაც იწყებს თავის თავთან საუბარს, თავიდან იწყებს როგორც აბსოლუტურად მართალი ადამიანი და ადანაშაულებს თავის ცოლს იმაში, რომ გადახტა ფანჯრიდან და თავი მოიკლა. მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა იხსენებს დეტალებს მათი ურთიერთობის და საერთოდ ამ მოთხრობაში ქალის და მამაკაცის რთული ურთიერთობა არის აღწერილი და ნელ-ნელა კაცს უჩნდება ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ იქნებ თვითონაც რამე შეეშალა, იქნებ თვითონაც რაღაც დააშალა, იქნებ ის სტრატეგია, რომელიც არჩეული ქონდა თავის საყვარელ ცოლთან ურთიერთობაში არ იყოს სწორი სტრატეგია სიყვარულისთვის, როცა ის ფიქრობდა, რომ თვითონ ძლიერია და ამიტომ ქალი უნდა ბოლომდე მოდრიკოს და ბოლოს ესე იგი იწყებს, ესე იგი მის ფიქრით, რომ თვითონ არის მართალი და ცოლია დამნაშავე და ამთავრებს იმის აღიარებით, რომ მისი უსაყვარლესი ცოლის სიკვდილში, აი ამ აბსოლუტურად გამოუსწორებელ ამბავში და სამუდამო ტანჯვაში ერთადერთი დამნაშავე არის თვითონ. ეს მოთხრობა თვინიერი დოსტოევსკის მოთხრობა ძალიან კარგად ესადაგება დღევანდელ ციტატას, იუნგის ციტატას, იმიტომ სწორედ რომ თავის თავთან გულწრფელ დიალოგში შედის ერთი ადამიანი და ამ დიალოგს ასრულებს სრულიად სხვა ადამიანი და აი საკუთარი თავისთვის თვალის გასწორების სიმწარე, რაც ვიქტორ ჰიუგომ საგანგებოდ არიდა თავის პერსონაჟს, თეოდორ დოსტოევსკიმ საგანგებოდ აგემა ეს სიმწარე ბოლომდე თავის პერსონაჟს. კიდევ ორი ნაწარმოები მაგონდება დღევანდელ ციტატასთან დაკავშირებით, მოკლედ გეტყვით მათ შესახებ. ერთი ეს არის ლევ ტოლსტოის ასევე მოთხრობა შედევრი ივან ილიჩის სიკვდილი. ამ მოთხრობაზე ადრე ვილაპარაკე, ახლა დღევანდელი ციტატის კონტექსტში გეტყვით მხოლოდ იმას, რომ სიკვდილის სარეცელს ჯაჭვული ადამიანი იწყებს თავის ცხოვრების გააზრებას, მას ეს ცხოვრება ყოველთვის ეგონა ნორმალური და აი აქ იმის შიშით, რომ თავის ცხოვრებით უნდა წარსდგეს უზენაესის წინაშე, სრულიად სხვა თვალით უყურებს თავის ცხოვრებას და ხედავს იმ სიცარიელეს, რომელიც მისთვის ეხლა ამ მდგომარეობაში უკვე არის ძალიან საშიში. და ეს მოთხრობა სწორედ იმას ეხება, როგორ გარდაქმნის ადამიანს სიკვდილის წინ საკუთარ თავთან ღრმა დიალოგი და საკუთარი ცხოვრებისთვის თვალის გულწრფელად გასწორება. ეს მოთხრობა მართლა შედევრია და თუ არ წაგიკითხავთ, გირჩევთ რომ წაიკითხოთ და თუ წაგიკითხავთ, იქნებ ისურვოთ და გადაიკითხოთ სწორედ დღევანდელი ციტატის კონტექსტში. მეორე მოთხრობა, რომელზეც ასევე ძალიან მოკლედ მინდა რომ გიამბოთ, ეს არის სტეფან ცვაიგის საჭადრაკო ნოველა, ესეც ცნობილი მოთხრობაა. აქაც მთხრობელი არის მამაკაცი.
რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ამბავს ყვება, როგორ აღმოჩნდა, ესე იგი გერმანელების ტყვეობაში, მაგრამ ტყვება იყო ესეთი, რომ იზოლირებული იყო ერთ ოთახში, ვერავის ვერ ხედავდა და აი ამ იზოლაციამ ძალიან მძიმედ იმოქმედა მის ფსიქიკაზე და ადამიანმა ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა ესეთი გამოსავალი ენახა და მარტობის ბრჭყალებიდან ესე დაეხსნა საკუთარი თავი, რომ საგანგებოდ გახლიჩა ორად თავის ფსიქიკა, დაუპირისპირა ეს ორი ნაწილი ერთმანეთს, ჩააბაისინი ერთმანეთთან ორთაბრძოლაში და შინაარსი ამ ორთაბრძოლის ის იყო, რომ საჭადრაკო პარტიას ეთამაშებოდა საკუთარ თავს და ესე იგი ხან ბოლომდე იყო თეთრებით მოთამაშე, ხან ბოლომდე იყო შავებით მოთამაშე და ესენი ეპაექრებოდნენ ერთმანეთს ამ ზეპირ ჭადრაკში და ვიცით, რომ ესეთი ღრმახლეჩა ადამიანის ფსიქიკის შეუთავსებელია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან და ჩვენს გმირსაც კარგი არაფერი არ დაემართა ამის გამო, მაგრამ შემდეგ ექიმებმა გადაარჩინეს და ეს მოთხრობა სწორედ იმას ამბობს, რომ საკუთარ თავთან საუბარი ყოველთვის არ არის ხელოვნება, როცა იუნგი გვეუბნება, რომ ეს ხელოვნება დახვეწეთო, თუ ხელოვნების ჩარჩოდან გადის, ესე იგი საკუთარ თავთან საუბარი და იქცევა ესეთ ღმახლეჩად და ღმა დაპირისპირებად, ეს აუცილებლად დააზიანებს ადამიანის ფსიქიკას. დღევანდელ ციტატაზე ფიქრს დავასრულებ ასე, რომ საკუთარ თავთან საუბრის კულტურა ადამიანს ეხმარება იმაში, რომ სიმართლით იცხოვროს და ზედაპირულობას თავი არ მოატყუებინოს, არც საკუთარი ფიქრების და აზრების ზედაპირულობას და ასევე თავი არ მოატყუებინოს სხვის ზედაპირულ აზრებს. თუმცა დღევანდელი მოთხრობების გმირები, როგორც უკვე ვნახეთ, არიან ძალიან ექსტრემალურ სიტუაციაში, ტრაგიკულ სიტუაციაში, როდესაც ისინი ხვდებიან საკუთარ თავს და როგორც ვნახეთ, სრულიად სხვადასხვანაირად ხვდებიან და მწერლებს აინტერესებს სწორედ ესეთი ექსტრემალური გამოცდილება. ლიტერატურისთვის ეს არის საინტერესო და ჩვენც ალბათ ესეთი გამოცდილებიდან ბევრად მეც ვსწავლობთ, ვიდრე ვთქვათ ჩვენი მდორე ცხოვრებიდან და ჩვენ თავთან ურთიერთობის რაღაცნაირი მდორე გამოცდილებიდან, რომელიც ბევრს არაფერს არ მოგცემს, თუ მართლაც ამას არ ჩაუღრმავდებით და ამაში ლიტერატურა ყოველთვის გვეხმარება. დღესულ ეს იყო რის გაზიარებაც მინდოდა, შევხვდებით ხვალ, მანამდე კი გიტოვებთ ტრადიციულ თხოვნას, რომ გამოიწეროთ ციტატა და ტრადიციულად ასევე ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემთან ერთად ხართ.